Შემოძვრფასა ძველადებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მილოცობი ალბათ ბევრი იქნება და მე მინდა ჩემს სიტყვაში უფრო მეტად გავამახვილო ყურადღება დღევანდელ დღეს ქრისტეს შობის მნიშვნელობაზე. იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ეს დღესასწაული ქრისტეს დაბადების დღესთან. ადამიანებმა ვიცით, ოდესღაც არ ვარსებობდით ქვეყანაზე და ღვთისმადლითა და წყალობით ერთ დღესაც ჩავისახეთ დედის მუცელში, გავიდა დრო, დავიბადეთ და ეს დღე ალბათ ყოველი ჩვენთაგანისთვის არის როგორი დღე, გვილოცავენ. კარგია, როდესაც რაღაც გარკვეულ ასაკამდე გვილოცავენ, მაგრამ როცა უკვე ცოტა 60-ით გადავდივართ, მაინც და მაინც ძალიან აღარ აქვს სიამოვნოს ხოლმე ეს დღე, იმიტომ რომ ყოველი წელი ვაახლოვებს სიბერესთან და ასოცირებული არის სიბერესთან. მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ ჩვენ ოდესღაც არ ვარსებობდით და ღმერთის მადლითა და წყალობით დავიბადეთ ამ ქვეყანაზე. მაგრამ იესო ქრისტე არ დაბადებულა რაღაც გარკვეულ პერიოდში. იესო ქრისტე არის მარადიულობიდან მოსული. ამიტომ როდესაც ჩვენ ქრისტეს შობაზე ვლაპარაკობთ, ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ასოცირებული ქრისტეს დაბადებასთან კონკრეტულ რაღაც პერიოდში, კონკრეტულ რაღაც დროს. და ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას და არ მინდა მარტო ბილოცვით შემოვიფარგლო, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს როგორც არასდროს ეშმაკი ებრძვის და ოდითგანვე, რა თქმა უნდა, ქრისტეს ეკლესიის ისტორიაში ვხედავთ, რომ ეშმაკი ყოველთვის ებრძოდა, რომ ადამიანებს ეღიარებინათ, რომ იესო ქრისტე იყო ღმერთი მოსული ქვეყანაზე. ეშმაკს ყოველთვის უნდოდა, რომ იესო ქრისტე წარმოეჩინა როგორც ადამიანად და დღეს ასეთი მითები ძალიან ბევრია, ლეგენდები, რომ იესო ქრისტე იყო ერთ-ერთი რელიგიის წინამძღოლი, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდა. როგორც ისლამს ყავს თავისი რელიგიური ლიდერი მუჰამედი, როგორც ბუდას აღიარებენ და ასე შემდეგ. ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ იესო ქრისტე ერთ-ერთი მორიგი რელიგიური ლიდერი არის და მან რაღაც რელიგია ჩამოაყალიბა ამ ქვეყანაზე. მაგრამ მინდა გითხრათ, შემოძვრფასებო, იესო ქრისტე ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ეს არ იყო, ძვირფასებო, რომელიღაც მორიგი რელიგიის დამფუძნებელი. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შობის დღესასწაული ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ რაღაც ლამაზი ტრადიცია. ეს არ არის, ძვირფასებო, რაღაც ბრწყვილად დღესასწაული, როდესაც რაღაც განსაკუთრებულად ვრთავთ, შეიძლება ჩვენს ირგვლივ გარემოს ვიწყობთ, ეს ყველაფერი კარგია და მშვენიერია. მაგრამ მინდა გითხრათ, ძვირფასებო, რომ იესო ქრისტეს შობა ეს იყო ღმერთისგან წინასწარ დაგეგმილი მოვლენა. როდესაც ღმერთმა დაგეგმა ეს ყველაფერი, ეს მოვლენა მარადისობაში დაიგეგმა, რომ გარკვეულ პერიოდში ღმერთის ძე, წმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე მოსულიყო ქვეყნიერებაზე და გამხდარიყო კაცი. ამიტომ შემოძვრფასებო, იესო ქრისტეს შობა ეს არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. შემთხვევითი მოვლენა იყო შეიძლება, როცა ადამიანები იბადებიან ამ ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენი რწმენის წინამძღოლის შობა ამ ქვეყანაზე ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღვთის მიერ, რომ განკუთვნილ დროს ის უნდა მოსულიყო ქვეყანაზე, აი ამ სახით, რომელიც სახითაც მოვიდა და გამხდარიყო კაცობრიობის წარმომადგენელი. ამიტომ შემოძვრფასა ძველადებო, მინდა გითხრათ, რომ ბიბლია იწერებოდა 1500 წლის განმავლობაში და ბიბლიაში დაახლოებით 300 წინასწარმეტყველება არის იესო ქრისტეს შესახებ. ამ წინასწარმეტყველებების შესახებ, როდესაც ვკითხულობ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 300 წინასწარმეტყველებაში დაახლოებით არის ნაწინასწარმეტყველი მისი დაბადება. მისი დაბადების დრო, მისი დაბადების ადგილი არის ნაწინასწარმეტყველები. ნაწინასწარმეტყველები არის მისი ცხოვრების ამსახველი პერიოდები. ნაწინასწარმეტყველები არის მისი ტანჯვა, მისი სიკვდილი და მისი აღდგომა. და საოცარი ის არის, რომ ეს წინასწარმეტყველებები ზუსტად სიტყვით აღსრულდა მისი დაბადების ადგილიდან, სად დაიბადებოდა, რა გარემოში დაიბადებოდა, როგორ გასცემდნენ
30 ვერცხლად როგორ იტანჯებოდა, როგორ დაასაფლავდნენ მდიდრის საფლავში, როგორ აღსდგებოდა მკვდრეთით და ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესო ქრისტეს შესახებ იყო წინასწარმეტყველების საოცარი არის ის, რომ ყველაფერი ეს წინასწარმეტყველებები აღსრულდა სიტყვა სიტყვით. ამენ. ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ქრისტეს შობა ეს არ არის მითი, არ არის ისტორიული რაღაცა მხოლოდ ფაქტი, მაგრამ ეს არის ის მოვლენა, რომელიც ღმერთმა დაგეგმა და რომელიც განკუთვნილ დროს, როდესაც ღმერთს ჰქონდა დაგეგმილი და წინასწარ აუწყა კაცობრიობას ეს ყველაფერი ღმერთმა აღსრულდა. ღმერთს დიდება და მადლობა. ჩვენ ქვეყანაში ვიცით, რომ დღესასწაულობთ, ზოგი 7-ში დღესასწაულებს, ჩვენ 25-ში დღესასწაულობთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დღეს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რაღაც კონკრეტულ დღეს არ დღესასწაულობთ და ჩვენ ამაზე არ ვდავობთ, რომელი უფრო სწორია 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი. 7 იანვარსაც ასე მღერიან ხოლმე, 25 დეკემბერსაო მაინც. ხო. მაგრამ იცით რა არის? მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომელ დღეს დაიბადა. მნიშვნელოვანი არის ის მოვლენა, რომ იესო ქრისტე ზეღვთვისა წმინდა სამების მეორე პირი მოევლინა ქვეყნიერებას, იშვა ადამიანის სხეულში, გახდა კაცი, გახდა ერთ-ერთი ჩვენთაგანი. დიდება ღმერთს ამისთვის. იცით, როდესაც ქრისტეს შობაზე ვლაპარაკობთ, მე მინდა რამოდენიმე ფაქტი კარგად იცოდეთ ეკლესიამ. პირველი ეს არის, რომ ვინ იყო იესო ქრისტეს სინამდვილეში. დაიმახსოვრეთ. ეს ეკლესიამ და ყოველმა მორწმუნემ უნდა იცოდეს, ვინ იყო იესო ქრისტეს სინამდვილეში, რატომ მოვიდა ქვეყანაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას ჩვენთვის და რა სulis ის ჩვენ ცხოვრებაში და ბოლოს ვინ არის იესო ქრისტე დღეს შენთვის. თუ ამაზე ადამიანს არ აქვს პასუხები და ადამიანს გათვითცნობიერებული არ აქვს ურფასებო, მაშინ შეიძლება შენი ქრისტიანული რწმენა უბრალოდ რელიგია იყოს. უბრალოდ შეიძლება იყოს რწმენა, რომელ რწმენასაც ვითომ მიყვები. მაგრამ ჩვენ გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს ყველა მორწმუნე ადამიანს თუ ვინ არის იესო ქრისტე. იესო ქრისტე თავის შესახებ ლაპარაკობს ასეთ სიტყვებს, შემოძვრფასებოა და ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და თვითონ როდესაც სახარებას ვკითხულობთ, იესო ქრისტეს ცხოვრება, სასწაულები, მისი სწავლება, მისი სიკვდილი, მისი აღდგომა და ზეცა და მაღლება, როცა ამ მოვლენებს ვკითხულობთ ჩვენ, ყველაფერი ეს მიგვითითებს იმ ფაქტზე, რომ იესო ქრისტე არ იყო უბრალო ადამიანი. ის უფრო მეტი იყო ვიდრე ადამიანი. და იესო ქრისტე თავის შესახებ ლაპარაკობს და ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და იესო ქრისტემ თქვა, ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. ამინ. ღმერთს დიდება და მადლობა. ისეთი იესო ქრისტე ამ სიტყვებით საკუთარ თავს აყენებს იქ, სადაც მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. არც ერთ რელიგიურ წინამძღოლს არ ქონდა იმისი უფლება და არც გაუბედია ვიღაცას რომ მეთქვა, რომ მე და ღმერთი ერთი და იგივე ვართო. ყველა თვლი და ყველა რელიგიის წინამძღოლი თავის თავს ღმერთის მონად, ღმერთის სახურად, მაგრამ იესო ქრისტემ თქვა, ვინც მე მიხილა, მან მამა იხილა. იესო ქრისტემ თავისი თავი დააყენა იქ, სადაც ღმერთი იყო. იმიტომ რომ ის თვით ღმერთი იყო. ეს არის წმინდა სამების საიდუმლო, რომ იესო ქრისტე ეს თვით ღმერთი, ღმერთის ძე მოვლენილი ქვეყნიერებაზე ამბობს, რომ მე ვინც მიხილა, იგივე ნიშნავს, რომ მან მამა იხილა. ის თავად არის ღმერთი, რომელიც შეიმოსა ადამიანური ბუნებით. ამიტომ ჩვენი ქრისტიანული რწმენის შემოძვრფასებო ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი და დოგმატური საკითხი არის. წყალგამყოფიც არის ზურფასებო, ზღვარია, რომელიც ყოფს ჩვენ შეიძლება სხვა გაგებებისაგან. შეიძლება შენ გესმოდეს რაიმე საკითხი, მაგალითად მარიამს კიდევ ჰყავდა შვილები თუ არა იოსებისგან. ამაშიც ხომ ასთა სხვადასხვაობა არის. მაგრამ ჩვენთვის ეს წყალგამყოფი არ არის, თუ შენ ასე გესმის და მე ასე მესმის, ეს პრობლემა შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ხსნასთან კავშირი არ აქვს ამას. მაგრამ იესო ქრისტე ვინ იყო? ღმერთი იყო, თუ ის ადამიანი იყო, თუ ის ანგელოზი იყო, ეს ჩვენთვის ის საკითხია, პრინციპული საკითხი არის. ჩვენ არ ვაღიარებთ იესო ქრისტეს, რომ ის ანგელოზი იყო და შემდეგ მოვიდა ადამიანის სხეულში.
არც იმას ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე განკუთვნილ დროს სადღაცას ღმერთმა შექმნა, იესო ქრისტე მოდის მარადიულობიდან, უსასრულობიდან. და ღმერთი სიტყვა ჩვენ გვასწავლის ძვირფასებო. და ეს სიტყვა ამბობს ერთ ადგილზე, რომელსაც ხშირად არასწორად იყენებენ, რომ მხოლოდ შობილი მამისგან, რომ ის შობილი იყო, მაგრამ მას ეკლესიის მამები ყოველთვის ამ ადგილს განმარტავდნენ და ამბობდნენ, რომ ის მარადიულობაში იშვა და მარადიულობაში შობილს არ აქვს არც დრო დაბადებისა. განსაზღვრული დრო, იმიტომ რომ ის მარადიულობიდან არის მოსული. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ იესო მარადიულობიდან მოსული არის. და იმახსოვრეთ ძვირფასო ეკლესია, ეს ჩვენი ეკლესიის და საერთოდ ქრისტიანული რწმენის დოქტრინა არის. იესო ქრისტე მარადიულობიდან მოსული ძე ღმერთისა, თვით ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანის სხეულში ქვეყნიერებაზე. ამინ. და მინდა გითხრათ ასევე, რომ იოანეს პირველი თავის პირველი მუხლი, ცნობილი მუხლიარი და თითქმის ყოველთვის ჩვენ ხშირად ვახსენებთ ეკლესიაში. მინდა გითხრათ, რომ ეს წარმოადგენს იოანეს სახარების შეიძლება ვთქვათ თეოლოგიურ ცენტრს. და პირველივე მუხლი იოანეს სახარებაში გველაპარაკება, დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა თვითონ ღმერთი იყო. ვიზი არის აქ ლაპარაკი ძვირფასებო, სიტყვა ეს იესო არის. იმიტომ რომ შემდეგ წერია, რომ და სიტყვა ხორცი გახდა და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. ერთი ორი მუხლი არის შეიძლება ვთქვათ, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის, მაგრამ ამ მუხლებში ღრმა თეოლოგიური აზროვნება არის ჩადებული, რომელიც არის ჩვენი ეკლესიური დოქტრინა. ჩვენ ამას მივყვებით და ჩვენ აზროვნებაში ეს განხილვას არ ექვემდებარება. დღეს არის მოძღვრებები, რომლებიც უარყოფენ ძვირფასებო ქრისტეს ღვთაებრიობას, მაგრამ ეს სიტყვა პირდაპირ ლაპარაკობს, რომ დასაწყისში ამბობს იოანეს სიტყვა იყო. ის სიტყვა ღმერთთან იყო და ის სიტყვა თვითონ იყო ღმერთი. აკვირდებით როგორი ფორმულა არის? იყო დასაწყისში სიტყვა, ის სიტყვა ღმერთთან იყო და თვითონ ის სიტყვა ღმერთი იყო. აი ეს სიტყვა პირდაპირ გველაპარაკება წმინდა სამების საიდუმლოზე. სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეიქმნა ყველაფერი. და შემდეგ მე-14 მუხლი ამბობს, რომ თუ იმეს კიდევ ეჭვიეპარება, რომ ამ სიტყვაზე, რომ სხვა გაგებით არის იქ ნახმარია სიტყვა, მაგრამ აქ პირდაპირ წერია, თუ იმეს კიდევ ეჭვიეპარება და ეს სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლით და ჭეშმარიტებით აღსავსე. ამინ. ეს სიტყვა ხორცი გახდა, ადამიანი გახდა. აქ ქრისტესი არის ლაპარაკი, რომელიც დამკვიდრდა ჩვენ შორის და ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისაგან მხოლოდ შობილის დიდება, ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ანუ პირველ მუხლში დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ეს მუხლი გველაპარაკება, რომ იესო მარადიული არის, დასაბამიდან იყო. ის არსებობდა შექმნამდე, რაც კი შექმნილი იყო. ის დასაბამიდან იყო, ის მარადიულობიდან მოსული არის და მისი ბუნება ღვთაებრივი არის. ხოლო ძვირფასებო მეორე მუხლიში, რომელიც წავიკითხეთ 14 მუხლში, აქ ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ღმერთი ჩვენთვის არ დარჩა როგორც შორეული ღმერთი. ღმერთი ძვირფასებო შეიმოსა ადამიანური ბუნებით და შემოვიდა ჩვენს რეალობაში, ჩვენს ცხოვრებაში. იცით, ერთ-ერთ მუსლიმან მწერალს ეკითხებოდნენ, რომელიც ქრისტიანობაზე ბევრს წერდა, რომ შენ მუსლიმანი მწერალი, ამდენს რო წერ ქრისტიანობაზე, რა იყო ამის მიზეზი და მან ასეთი პასუხი გასცა: მე არც ერთ რელიგიაში არ მინახიაო ეს მომენტი, რომ ღმერთი კაცი გახდა ადამიანი და ადამიანთა გულისთვის მოკვდა. ეს მხოლოდ ქრისტიანობაში არის. ღმერთი არ დარჩა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შორიდან მაყურებელი ღმერთი. ღმერთი არ დარჩა შორიდან მაყურებელი კაცობრიობის სოდობისადმი გულგრილი, მაგრამ როგორც წერია, ის სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლით და ჭეშმარიტებით აღსავსე. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ის ჩვენ რეალობაში შემოვიდა. ხოლო ფრაზა, რომ ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთი თავად გამოეცხადა ადამიანს. ქრისტიანულ რწმენაში
ჩვენ რწმენაში ერთი უძლიერესი რამე არის, რომელიც უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ კი არ ვიპოვეთ ღმერთი, ღმერთმა გვიპოვა ჩვენ. ჩვენ კი არ ვეძებეთ ღმერთი, ღმერთმა მოგზებნა ჩვენ. ამინ. ცოცხალს დიდება და მადლობა. ადამიანი არ ავიდა ღმერთამდე, ზურფასებო, ღმერთი ჩამოვიდა ქვეყნიერებაზე ადამიანთან. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ავსულ ვართ მასთან, ის მოვიდა ჩვენთან. ამინ. და ეს უნდა შთაგვაგონებდეს ჩვენ. ეს არის ზურფასებო, შეიძლება უბრალო სიტყვები, მაგრამ ეს არის ჩვენი ქრისტიანული რწმენის გული, რომ ღმერთი ეძებს ადამიანებს. ღმერთი მოვიდა ადამიანებთან მოსაზრებად და შობა ის დღესასწაულია, ჩემო ზურფასებო. უბრალოდ დღესასწაული არ არის. შობა ის დღე არის, რომელიც ჩვენ გველაპარაკება ზუსტად ამაზე, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანთან. ღმერთმა მოძებნა ადამიანი. ცოცხალს დიდება და მადლობა. რატომ მოვიდა? შეიძლება დაისვას კითხვა, რა იყო ამისი მიზეზი და რატომ გახდა ღმერთი ადამიანი? ამაზე პასუხიც უნდა გქონდეს ქრისტიანებს და მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო. მე გავიხსენ ერთხელ ეს კინათქვამი მაქვს, მაგრამ მინდა კიდევ შეგახსენოთ. თანამედროვე იგავი არის. ერთ-ერთი პიროვნება იყო ამერიკელი რადიო ჟურნალისტი იყო პოლ ჰარვი, ასეთი პიროვნება, რომელიც ცნობილი იყო, კომენტატორი იყო, მთხრობელი და ის არ იყო თეოლოგი, მაგრამ ამ ქადაგებელი, როგორც კლასიკური გაგებით ჩვენ მიგვაჩნია. მაგრამ თავის გადაცემებში ეს რადიო ჟურნალისტი ხშირად იყენებდა ხოლმე ქრისტიანულ ღირებულებებს, ბიბლიურ მინიშნებებს და სულიერ იგავებს. და სწორედ ერთ-ერთ ასეთ საშობაო რადიო მონოლოგში მან გამოიყენა ასეთი თანამედროვე იგავი. და ამ იგავში მან მოიყვანა ასეთი მაგალითი ფერმერისა და ჩიტების ამბავი. და ამბობს, რომ იყო ერთი ფერმერი, რომელიც პატიოსანი იყო, შრომის მოყვარი ადამიანი, მაგრამ ერთ რამეს არ ეთანხმებოდა, მას არ სჯეროდა შობის სასწაულისო. და როგორც ახასიათებენ ამ ადამიანს, სასიამოვნო მთხრობელი იყო, აი შთამაგონებელი. და აი ამ მოთხრობას როცა ყვება, ამბობს, რომ ეს ადამიანი ასეთი იყო, მაგრამ შობის სასწაულსო ის არ ეთანხმებოდა და ის ამბობდა, არ მესმის, როგორ შეიძლება რომ ღმერთი ადამიანი გახდესო. და ერთი ზამთრის საღამოსო შობის წინაღამესო ფანჯარასთან იდგა ეს ადამიანი. გარეთო ძლიერი ქარბუქი იყო, თოვლი, ქარი, ყინვა და უცებ დაინახა, როგორ დაფრინავდნენ პატარა ჩიტები მის ეზოს თავზე. ისინი დაბნეულები იყვნენ, გაყინულები და ცდილობდნენ, რომ თავშესაფარი მოეძებნათ მის ეზოში, მაგრამ ვერ პოულობდნენო. და აი ამ ფერმერს შეეცოდა ისინი და იფიქრა, თუ ასე გაგრძელდება, ისინი აუცილებლად დაიღუპებიანო. და გახსნა კარები ბეღელში, აანთო შუქი, დაყარა მარცვლეული, რომ ჩიტები როგორმე შეეტყუებინა, მიეზიდა, რომ იმ ბეღელში შესულიყვნენ ჩიტები და არ დახოცილიყვნენ, არ გაყინული იყვნენ. მაგრამ ჩიტები შეშიდნენ, ზურფასებო. და როდესაც ცდილობდა, რომ როგორმე ჩიტები შეერეკა იმ ბეღელში, ჩიტებს უფრო მეტად ეშინოდათ მისი და ვერ ხვდებოდნენ და ვერ გებულობდნენ. ეს ადამიანი მათ ემუქრებოდა, თუ მათი გადარჩენა სურდა, ვერ გებულობდნენ ჩიტები. და ფერმერი ცდილობდაო მიახლოებას. მაგრამ ჩიტები კიდევ უფრო შორს მიფრინავდნენ და რაც უფრო მეტად ცდილობდა, მათ დახმარებას მით უფრო ეშინოდა თუ მისი. და აი ამ მომენტში ფერმერმა ჩუმად თქვა თავისთვის, რომ ნეტავი ჩიტი უყოფილიყავი, რომ მათთვის ამეხსნაო, რომ არ ვაპირებ მათთვის ზიანის მიყენებას, რომ მათ გადასარჩენად მოვედი. და როცა ეს სიტყვები წარმოთქვაო ამ ადამიანმა, ამ სიტყვების თქმისთანავე თითქოს რაღაცა გაუნათდა მას გონებაში და მიხვდა, რომ ზუსტად ასე მოიქცა ღმერთი. ნეტავი ჩიტი უყოფილიყავი. იმდენად შეებრალა ეს ჩიტები, რომელებსაც არ ესმოდათ მისი კეთილი განზრახვისა, არ იცნობდნენ ადამიანის ბუნებას, არ იცოდნენ, რომ ეს ხსნელი იყო და შეეძლო მათი გადარჩენა აი ამ ყინვისგან. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, როგორც ეს ფერმერი მიხვდა, ჩიტი რო ყოფილიყავი, აუხსნიდი მათ. ზუსტად ასე მოიქცა ღმერთი. ღმერთს დიდება და მადლობა. ღმერთმა არ გამოგვიგზავნა ჩვენ ზურფასო ძმებო და დებო,
მხოლოდ კანონები, არ გამოგგვიზანა მხოლოდ წინასწარმეტყველები, არ დაგვიტოვა შორიდან გამოგზავნილი მცნებები მხოლოდ ღმერთმა, რომელიც მცნებების, კანონების ხშირად თრგუნავენ ადამიანს, მაგრამ ჩვენ ღმერთმა ძვირფასებო მარტო არ დაგვტოვა ამ მცნებების შორიდან გამოგზავნილი მცნებებით, კანონით, რჯულით, მაგრამ ღმერთი მოვიდა ჩვენთან. ღმერთი გახდა ადამიანი. რაც იმ ფერმერმა ინატრა ნეტა ჩიტად მაქციაო რომ დაველაპარაკო. ღმერთისთვის სრულიად შესაძლებელი იყო რომ ღმერთი ადამიანი გამختارიყო. ის მოვიდა და რათა ადამიანი გამختارიყო, მოძებნა ჭურჭელი ქალწულ მარიამში ღვთაებრივი ძალით ჩაისახა და იშვა ახალი ადამიანი. აქ ცოტა ღრმა თეოლოგიური საკითხი არის. პირველი ადამი ღმერთმა შექმნა მიწისგან და შთაბერა თავისი სული და ადამიანი გახდა ცოცხალი. და იმისათვის რომ იესო ქრისტე გამختارიყო კაცობრიობის სრული წარმომადგენელი და ჩაენაცვლებინა საკუთარი თავი ადამიანის ადგილზე, ის ადამიანი უნდა ყოფილიყო. და ამავე დროს ადამიანი, რომელ ადამიანშიც ეშმაკი ვერაფერს ვერ იპოვიდა. ყველა ადამიანი ცოდვილი იყო, ყველა ადამიანი ცოდვას ექვემდებარებოდა და რაღაც ისეთი იყო საჭირო, ისეთი პიროვნება, რომელიც მოვიდოდა ქვეყანაზე, იქნებოდა ადამიანი კაცობრიობის წარმომადგენელი. კაცობრიობის ცოდვებისთვის ის მსხვერპლს მოიტანდა, რომელშიც ეშმაკს არაფერი არ უნდა ქონოდა. ასეთი იესო ქრისტე აღმოჩნდა. ქალწულიდან შობა, ეს ალბათ საქართველოში ხშირად არის ნახიარები, საქართველო მარიამის წინხვედრელი ქვეყანაა. და ალბათ გონებით მაინც თეორიულად მაინც ჯერათ ხალხს რომ იესო ქრისტე ქალწულ მარიამიდან ღვთაებრივი ძალით ჩასახული დაიბადა. და ეს იცით რატომ? იმიტომ რომ მარიამი ადამიანი იყო. ადამიანის მხრიდან იესო ქრისტე ხორციელად დაიბადა, მაგრამ ჩაისახა სულიწმიდის ძალით. არა მამაკაცის ნდობით, არა ადამის თესლით, მაგრამ სულიწმიდის ძალით ჩაისახა და დაიბადა ახალი ადამი, რომელშიც ეშმაკს არაფერი არ ქონდა და ამ ახალმა ადამმა, კაცობრიობის სრულყოფილმა წარმომადგენელმა ძეხვთისამ სხეულში დაამარცხა ეშმაკის საქმენი. იქნა მოტანილი მსხვერპლად და მისი ნებაყოფლობით მსხვერპლი ეს იყო გამოსასყიდი ყოველი ადამიანის ცოდვისა ღვთის წინაშე, იმიტომ რომ ცოდვის საზღაური სიკვდილი იყო. იესო მოკვდა, მაგრამ ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა შემოძრფასებო. მე მინდა გითხრათ რომ შობა ამით არ ვთავრდება მარტო შობით, შობა გრძელდება. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. იესომ არ მიგვატოვა ჩვენ. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, მაგალითად თუ ადამიანი იხრჩობა, მაგალითად წარმოიდგინე რომ იხრჩობი და მაშველი დგას ნაპირზე და იქიდან გიყვირის, ინსტრუქციებს გაძლევს, ესე გააკეთე რომ გადარჩე. როდის ხდება შენი გადარჩენა? შორიდან რომ გიყვირის მაშველი, მაშინ კი არა. როცა ის მაშველი გადმოეშვება წყალში, რეალურად გამოგისდვენს ხელს, მოგკიდებს ხელს და გადაგარჩენს. ძეხვთისა, აი ამ ქვეყნიერების ზღვაში, სადაც ჩვენ ვიხრჩობოდით და გვდებოდით, გადმოეშვა და გვიხსნა აქედან რეალურად. მას დიდება უკუნისამდე, ჰალელუია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანს ეპოვა სიცოცხლე. შობის ძალა ძვირფასებო, მინდა ცოტაოდენი ამასაც შევეხო. უბრალოდ კი არ იშვა ქრისტე, მაგრამ მის შობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კაცობრიობის ცხოვრებისთვის. მის შობას დიდი მნიშვნელობა ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებისთვის შემოძვირფასებოა. იმიტომ რომ იესო ქრისტეს სწავლება არ დარჩენილა მხოლოდ თეორიად. შევხედოთ იესო ქრისტე ნაზარელის ცხოვრებას და იმ ზეგავლენას, რომელიც მან მოახდინა ისტორიის მსვლელობაზე. სადაც კი იქადაგებოდა სახარება. დაუკვირდით. თუ კიდათ შეამოწმეთ ისტორიული წყაროები. სადაც იესო ქრისტეს ღებულობდნენ და მოძღვრებას, იქ მარტო ალილუიას და ამის კი არ ამბობდნენ. იქ რეალურად იცვლებოდა ადამიანთა ცხოვრება.
დღეს ზურფასებოა, როდესაც ლაპარაკი მიდის ადამიანის უფლებებზე, ღირსებაზე, ეს ყველაფერი ქრისტიანობამ მოიტანა. მონობა გადავარდა. ქრისტიანობა მოიტანა ამ მონობის გაუქმება. ქრისტიანობა სადაც შედიოდა, იქ ყალიბდებოდა სკოლები, სასწავლებლები, განათლებას ღებულობდნენ, იცავდნენ ბავშვთა უფლებებს, ქალთა უფლებებს, ადამიანის უფლებებს. ეს ყველაფერი ქრისტიანული სწავლებიდან და მოძღვრებიდან მოდიოდა. ქრისტიანობამ მრავალი რამ შეცვალა. ის კი არა ზურფასებო ცნობილი ფაქტი არის, რომ მაგალითად ამერიკაში ავტობუსები იყო, სადაც შავკანიანები ცალკე იყვნენ ხოლმე და თეთრკანიანები ცალკე. და იცით პირველი განაცხადი ვინ გააკეთა ამის შესახებ, როცა გამოღვიძება იყო და ერთ შენობაში თეთრკანიანები და შავკანიანები სულიწმიდით ინათლებოდნენ და ერთად ღმერთს ადიდებდნენ, იქ ერთ-ერთმა პასტორმა განაცხადა, დისკრიმინაცია ჩამოირეცხა ქრისტეს სისხლით. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. სადაც ქრისტე იქადაგება, იქ ცვლილებები მოდის. სადაც ქრისტეს ღებულობდნენ, იქ მტკიცდებოდა ოჯახის სიწმინდე, ქორწინების სიწმინდე. იქ ზურფასებო აღიარებდნენ ადამიანის ღირსებას, იცვლებოდა საზოგადოება. ბნელ ოთახში როდესაც შედიხარ, საკმარისია შუქია ანთო. სიბნელე სინათლეს ვერ ებრძვის. და სიბნელე თავისთავად ზურფასებო იცით რა არის? სინათლის ნაკლებობა. სადაც შედიხარ სიბნელეში, ჩვენ სიბნელეს რითი ვებრძვით? ჩართე, ჩამრთველი, გაანათე და სიბნელე გარბის. სადაც იესო ქრისტე შედის ზურფასებოა, იქ სიბნელე აღარ არის. თუ შენს გულში სიბნელი არის, თუ შენს ცხოვრებაში სიბნელი არის, თუ შენ აზრებში სიბნელი არის, თუ გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფები, საკმარისია შენ ცხოვრებაში იესო ქრისტე შემოუშვა. რას ნიშნავს ცხოვრებას სიბნელე? ადამიანი, როდესაც ქრისტეს გარეშე ცხოვრობს, შეიძლება ვიღაცის ოჯახს შეეხო სიბნელე, ვიღაცის ყოველდღიურობას შეეხო სიბნელე, მის ხასიათს, მის ბუნებას, მის ურთიერთობებს. გინდა ცვლილებები შენ ცხოვრებაში? გინდა რეალურად შეცვალო შენი ცხოვრება და გახდე ღვთისთვის მოსაწონი? მიიღე იესო ქრისტეს საკუთარ უფლად. მარტო შობის დღესასწაული რა, ყოველთვის ამას ვამბობთ. გახსოვთ გუშინდელი დღესავით მახსოვს ბოლო ჩვენი შობა. მაგრამ მარტო დღესასწაულით არაფერი არ იცვლება. მაგრამ წლიდან წლამდე ვხედავ ადამიანებს, რომლებაც იესო შობის დღესასწაულის გარეშე იესო თავის უფლად მიიღეს და მათი გულები განათდა. მათი ცხოვრება შეიცვალა. ამიტომ შემოძვრფასებო დღესასწაულს მაშინ აქვს გემო, მადლი და როგორც გნებავთ ისე ვილაპარაკოთ, როცა მასში შინაარსი დევს და ადამიანებს ესმით. კი ბატონო ვიტყვით, იესო იშვა, გილოცავთ. მაგრამ და იესო დაიბადოს ყოველი ჩვენთაგანის გულში. იესო შემოვიდეს ყოველი ჩვენთაგანის გულში. იესომ გაანათოს ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება, ყოველი ჩვენთაგანის ოჯახი, ყოველი ჩვენთაგანის ქორწინება. იესომ გაანათოს ჩვენი ცხოვრების ყოველი ბნელი კუნჯული, იმიტომ რომ ის სინათლე არის და სადაც იესო შედის, იქ ცვლილებები არის. თუ კი რაიმე უბედურება დღეს ქვეყანაზე, გაუგებრობა ადამიანებს შორის ზურფასებოა, ეს არის ის, რომ იესოს თანდასწრების ნაკლებობა ადამიანთა ცხოვრებაში. ნეტარი არის ის ერი და ის ქვეყანა, სადაც ზურფასებო წინამძღოლები არიან იესო ქრისტეს მორწმუნე ხალხი და მისი მიმდევრები. არა ფორმალურად, არა რელიგიურად, მაგრამ მთელი გულით და მთელი სულით ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ალელუია. შობა მინდა გითხრათ, ეს არ არის ისტორიის დასასრულის დასაწყისი არის და მინდა დღეს უბრალოდ კითხვა დაუსვას ყველამ საკუთარ თავს, ვინ არის შენთვის იესო? ამ კითხვის პასუხზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა კითხვა დაგისვა, ვინ არის შენთვის იესო? შეიძლება თქვა, ასეთი მნიშვნელოვანია, ძმაო, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაქცე? მე არა, შენ საკუთარ ცხოვრებას გაეცი პასუხი.
ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული შენი მიწიური ცხოვრებაც და ასევე შენი მუდმივობაც. ქრისტიანობა ლაპარაკობს მუდმივობაზე. შენ გიჯერა? აი ეს ცხოვრება რომ დამთავრდება, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება? ამას გვასწავლის ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც მთავრდება მიწიერი ცხოვრება ადამიანისა, ადამიანი ამ ცხოვრებიდან გადადის სულიერ სამყაროში და კითხვა იქ არის. დღეს შენ ვის ირჩევ? შენს უფლად და შენ ბატონად. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, აბა ის რომ მოკვდა საწავიდაო, მუსლიმანი რო კვდება სადვიდის, ანის რო კვდება სადვიდის, მე მსაჯული არ ვარ, მე ერთი პასუხი მაქვს, ყველა თავის უფალთან მიდის. მისი უფალი სადაც არის, ის იქ მიდის. და ჩემი უფალი სადაც არის, იესო, მე ზუსტად ვიცი, ის ღმერთის მარჯვენა მხარეს არის. ჰალელუია. სად არის ბუდა, სად არის მუჰამედი? ეს მისმა მიმდევრებმა იკითხონ, სადაც მათი უფალია, თვითონაც იქ იქნებიან. მაგრამ ჩვენი უფალი, იესო ქრისტე, ზუსტად ვიცით, რომ ბიბლია გველაპარაკება ის ღვთის მარჯვენა მხარეს არის. და მისი მორწმუნე ადამიანები, ვინც დღეს აირჩევს იესო ქრისტეს, არა როგორც უბრალოდ მასწავლებელს, არა როგორც უბრალოდ წინასწარმეტყველს, მაგრამ როგორც ბიბლია გვასწავლის, ვინც იესოს მიიღებს საკუთარ უფლად, მასზეა დამოკიდებული. სად გაატარებ შენ მუდმივობას და ასევე მას ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული შენი მიწიერი ცხოვრების ხარისხიც, ამ ქვეყანაზეც და მუდმივობაშიც. ამ კითხვას ჭირდება პასუხის გაცემა. ვინ არის შენთვის იესო ქრისტე? ბიბლიური ქრისტიანობა ეს არ არის შემოძვრფასებო უბრალოდ ცხოვრებისეული ფილოსოფია. ეს არ არის უბრალოდ ეთიკური ნორმები, რელიგიური რიტუალების შესრულება. დღეს ხალხი იცით რით იტყუდება, მოდი ჩვენს გარშემო გადავხედოთ და ნურ ჩვენ დავემსგავსებით. მნიშვნელობა არ აქვს რელიგიურობა, ქრისტეს გარეშე რწმენა ეს რელიგია. ქრისტეს გარეშე შეიძლება შენ უამრავი რიტუალი შეასრულო, შეიძლება ყოველკვირა იარო კრებებზე აქ, შეიძლება ლოცვებიც აყავლინო, იმარხულო კიდეც, ადამიანები შეიძლება ტაძრებში შევიდნენ, სანთლებით საანთონ. მნიშვნელობა არ აქვს რელიგიას, რფასება, თუ უბრალოდ რიტუალი და ტრადიცია დარჩა. და ქრისტეს მოაცილებს შენს ქრისტიანულ რწმენას და ქრისტე არ იქნება ცენტრალური ფიგურა შენს ქრისტიანულ რწმენაში, მაშინ სიცარიელე რჩება. გამოაცალე ქრისტე ქრისტიანობას და არაფერი არ დარჩება მისგან. დარჩება ცარიელი რელიგია, ცარიელი რიტუალები. მაგრამ მე არ მინდა რომ უბრალოდ ცარიელი რიტუალების მიმდევარი იყო. იესო ქრისტე გვთავაზობს ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობას, ცოცხალ ურთიერთობას მასთან. ვერც დიდება და მადლობა. შობა, როგორც უკვე აღვნიშნე, ისტორიის დასასრული არ არის, ეს დასაწყისი არის. მაგრამ შობა, მინდა გითხრათ, არ დასრულდა იმ ბაგაში. ხშირად ხო შობას ამით ვასრულებთ, ქრისტე ბაგაში დაიბადა. მაგრამ შობას გაგრძელება აქვს. ის მიდის იესო ქრისტეს ჯვრამდე. როცა ჯვარზე გაეკრა და შემდეგ ხედავთ ცარიელ საფლავს, როცა ის აღდგა მკვდრეთით და ამაღლდა. მაგრამ ისტორია ამითაც არ მთავრდება, იესო ქრისტე დაბრუნდება ქვეყანაზე. შობის ისტორია ჩვენ ბაგაში ნუ დავამთავრებთ. მარტო დღევანდელ დღეს ნუ დავამთავრებთ, რომ იესო იშვა, გილოცავთ, აბა შობას გილოცავთ, აბა კარგად ეხლა დამთავრდება მსახურება, მაგრამ შობა გრძელდება. იესო ქრისტე ჯვარცმამდე მივიდა. ჯვარცმის შემდეგ მკვდრეთით აღსდგა. ამაღლდა და დაუბარა თავის ეკლესიას და თავის მიმდევრებს, მე დაუბრუნდები. და როცა ის დაბრუნდება, ყოველი ჩვენთაგანი წარსდგებით მისი სახის წინაშე, ღმერთს დიდება და მადლობა ამისთვის. ღმერთი მოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ღმერთს. ამიტომ დღეს შენი არჩევანია. და მილოცვასთან ერთად მე მინდა ლოცვა შემოგთავაზოთ ახლა. მოდი უბრალოდ აი ამ ლოცვის დროს ვირშე რომ დასაწყისში მეთქვა, იმიტომ რომ შემდეგ გავერთობით ხოლმე სადღესასწაულო მილოცვებით, საგალობლებით, ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ მინდა რომ ჩვენი საზეიმო დღესასწაულის დასაწყისშივე ჩვენ უბრალოდ ჩაუფიქრდეთ ღრმად და
თუ ვინმე ისეთი ადამიანი არის აქ ამ დარბაზში, ვინც ამას ღრმად კიდევ არ ჩაუფიქრდა, დღეს გეძლევ არჩევნის საშუალება. დღეს უთხარი უფალს, უფალო იესო, შენ ჩემთვის უბრალოდ მასწავლებელი და წინასწარმეტყველი არ ახარ. იესო, შენ ჩემი უფალი ხარ. იესო, შენ ჩემი ბატონი ხარ. მე მინდა ვაღიარო დღეის შემდეგ შენი უფლობა, იესო. მე მინდა ვაღიარო ის, რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების წინამძღოლი და მე მინდა გამოგყვე შენ. და გთხოვ ამ შობის დღესასწაულზე, იესო, ჩემს გულში იშვი შენი რწმენით. შენ ჩემს გულში შემოდი შენი სინათლით. თუ ეს გაკეთებული გაქვს და მორწმუნე ხარ, არ აღვიშობს. მადლობა უთხარი უფალს და უთხარი, რომ ამის შემდეგაც უფალმა შენს გულში სული წმინდით გააგრძელოს მოქმედება. იმიტომ რომ ისტორია გრძელდება. ჩვენ ვირწმუნეთ შობა, ჩვენ ვირწმუნეთ ჯვარცმა, ჩვენ ვირწმუნეთ მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება და ჩვენ გვწამს მომავალი მისი დაბრუნება. ისტორია გრძელდება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ჩავკიდოთ ხელი ქრისტეს და ქრისტესთან ერთად ვიაროთ ამ ქვეყანაზე. სადაც უამრავი განსასწრელი გვხდება, სადაც ჩვენ რწმენას ეწინააღმდეგება უამრავი რამ ამ ქვეყანაზე. გულის თქმები, ქვეყნიურობა, ხანდახან კარიერა, ხანდახან ადამიანური ამბიციები, ეგოიზმი, უამრავი რამეა, რაც ჩვენ რწმენას ეწინააღმდეგება, მაგრამ ვინც ქრისტეს მიმდევარია, ყველაფერი ამისგან გამოვა გამარჯვებული ბოლოს. იმიტომ რომ იესო არის ჩვენი ცხოვრების წინამძღოლი. ამინ. მოდი ყველამ ერთად ვთქვა, დიდება ღმერთს. დიდება იესო ქრისტეს. დიდება სულიწმინდას. დეწმინდა სამების მადლი, მამის, ძისა და სულიწმინდის ჩვენ ცხოვრებაში იყოს უხვად. არ მოგვაკლდეს მისი მადლი, მისი წყალობა და ყოველთვის ქრისტეს მიმართ ვიყოთ ერთგულნი. და რაც არ უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში, იესო ქრისტე არის ჩვენი უფალი. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ისეთ ქრისტიანობას ისტორია აქვს, მაგრამ მე მიხარი ამ ეკლესიაში ყოფნა ისეთ, რატომ მინდა უბრალოდ გულწრფელად გითხრათ, არა იმიტომ რომ ეკლესიის ეპისკოპოსი ვარ და წინამძღოლი ვარ თქვენი, არა. მე თავის დროზე 46 წლის წინ მოვედი უფალთან 21 წლის ვიყავი მაშინ. ერთ-ერთი რიგითი მორწმუნე ვიყავი და მომხიბლა იმან რომ შემხვდა ადამიანები უკომპრომისო, რწმენაში იესო უყვარდათ. და მინდა გითხრათ, იმის შემდეგ ხანდახან არის ხოლმე რომ ადამიანები უიმედობას მიეცემიან, რა გვეშველება, როგორ იქნება, ჩვენ ნაშველები გვაქვს. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა. ისეთ პერიოდში ვირწმუნე რომ გაგანია კომუნისტების დრო იყო მაშინ. ჩვენი ეკლესიის პირველი მწყემსი ჟორა გიორგი ჟორა წოდებული ხოჭლავაშვილი 5 წელი იჯდა საპატიმროში ქრისტეს სახელის გულისთვის. ჩვენი ძმა ბესო ხეთაგი და კიდევ სხვები, ვისაც თქვენ არ იცნობთ. ისინი ციხეებში ისხდნენ, მაგრამ იქიდან უფალს ადიდებდნენ. რო დაამთავრეს, ვადა მოიხადეს, ისევ იმას აკეთებდნენ, რაც მანამდე ჰქონდათ. ისევ იესო ქრისტეს მიჰყვებოდნენ. და ისეთ იყო ხოლმე კომუნისტების დრო არის. ქრისტიანების მტრები, მაგრამ ჩვენ მოვინელეთ კომუნისტები. ეკლესია გაუძლო ამ რეჟიმს. შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ერთი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი, მესამე, რა ვიცი, მეოთხე შევარდაძე ორჯერ ვიხილეთ ჩვენ ხელისუფლებაში კომუნისტების დროსაც და შემდეგშიც. და იცით, სხვადასხვა დროს იყო ხოლმე მუქარები. მაგალითად, პირველმა პრეზიდენტმა ის თქვა, რომ აი პადლის ვირთხებს იქ ამოვახჩობ ჩვენ და მაშინ ჩვენ სარდაფში ვიკრიბებოდით. ნუ ბუნკერში დაამთავრა თავისი ცხოვრება, ბოლო ისინი წუთები. ჩემოძვრფასებო, ეკლესია იდგა და ეკლესია იქნება ბოლომდე. ღმერთს მადლობა, ისტორია გრძელდება. მაგრამ ჩვენ ერთი რამ მინდა გთხოვოთ, ძვირფასებო. ხშირად მორწმუნეებს გვავიწყდება ერთი რამ. მაგალითად ღმერთმა ისრაელს უთხრა. ისრაელი 70 წლიან მონობაში იყო ბაბილონში გადასახლებული. ასეთი პერიოდი იყო ისტორიული, რომელზეც ბიბლიაც გველაპარაკება. და იცით უფალი რას ეუბნებოდა მათ? 70 წელი ისინი ტყვეობაში უნდა ყოფილიყვნენ. და 70 წლის მერე უფალმა გამოიყვანა, მაგრამ უფალი ეუბნებოდა მათ,
გააშენეთ ვენახები, ბაღები, ააშენეთ სახლები. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელშიც იცხოვრებთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ დრო ჰქონდათ, რომ ისინი იქიდან წამოვიდოდნენ. ეკლესია დროებით არის ამ ქვეყანაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, ჩვენი ლოცვებით, ჩვენი ქრისტიანული მდგომარეობით, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ერისადმი და ჩვენი ხალხისადმი. ჩვენს გულებში არ უნდა იყოს გაყოფა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. და როგორც ეკლესიას შიგნით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეიძლება რაღაც პოზიციებისა, ასევე უნდა ვთესოთ სიყვარული ჩვენს გარშემო, ერთში, ოჯახებში, საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს სახარების საქადაგებლად ვართ მოწოდებულები. გადარჩენა ჭირდება ყველას. ამინ. ამიტომ მოდი ჩვენი გულები ნუ იქნება რაღაცით სხვარებით დაკავებული, რომელიც ქრისტეს სახარებას შეეწინააღმდეგება. ქრისტეს სახარება დღეს ყველასთვის არის. ყველა ადამიანისთვის არის ქრისტეს სახარება. ვინც არ უნდა იყოს ჩვენს გარშემო. ამიტომ თუ ეკლესია თავის მარილს დაკარგავს, თუ ეკლესია ძვირფასებო თავის ფუნქციას არ შეასრულებს, მაშინ ბიბლია ამბობს, მარილი თუ თავის მარილს დაკარგავს, არაფრად აღარ ვარგა, გადაყარე უბრალოდ ფეხშვის გასათელად. მარილმა თუ ძალა დაკარგა, ის აღარაფრად აღარ ვარგა. ამიტომ ეკლესია ჩვენ მარილს უნდა ვკარგავთ. გვიყვარდეს იესო და ვიქადაგოთ სახარება. ამინ. მოდი წამოვდგეთ და ვილოცოთ. ღმერთს მადლობა უთხრა დღევანდელი დღისთვის და კიდევ ერთხელ მინდა მართლაც მოგილოცოთ ეს დღე და ქრისტეს შობის მადლი არ მოაკლდეს ჩვენს გულებს, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას ძვირფასებო, ჩვენს ქალაქს და ჩვენს იღბლივ ადამიანებს. ცოცხალო და მარადიულო ღმერთო, მადლობას გიხდით, ჩემო უფალო იესო, რომ შენი მადლი და წყალობა არის დღევანდელ დღეს უფალო შენ ერზე. ჩვენ მადლობას გიხდით უფალო ღმერთო, ამ ძვირფასი წუთებისთვის, რომ დღეს ეკლესიას გვაქვს საშუალება, რომ განვადიდოთ შენი დიდებული წმინდა მარადიული სახელი. მადლობა შენ უფალო. კიდევ ერთხელ უფალო, რომ შენ მოხვედი ქვეყნიერებაზე. მადლობა შენ, რომ შენ გვაუწყე შენი სიმართლე და ჭეშმარიტება. და დღეს უფალო, გთხოვ უფალო ღმერთო, შენ ხედავ ყოველ ჩვენთაგანს, რომელიც დღეს ამ ადგილზე ვიმყოფებით. ჩაგვაფიქრე უფალო, ყოველი ჩვენთაგანი, რომ ყველამ გავცეთ პასუხი იმ კითხვას, თუ ვინ ახარ შენ დღეს ჩვენთვის. ჩვენ ვაღიარებთ უფალო, შენ ჩვენი უფალი ხარ. შენ არა ხარ უბრალოდ წინასწარმეტყველი, უბრალოდ ჩვენი რელიგიის წინამძღოლი იესო, შენ ჩვენი უფალი ხარ. შენ ჩვენი ღმერთი ხარ. ჩვენ ამას ვაცხადებთ დღეს ამ ადგილზე კიდევ ერთხელ. სულიერი სამყაროს წინაშე. შენ ხარ ჩვენი უფალი, ჩვენი წინამძღოლი. და გთხოვ უფალო იესო, ჩაგვკიდე ხელი და გვატარე ამ ქვეყანაზე უფალო. შენი ნებისამებრ, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ განმოდგეთ უფალო ღმერთო. შენს გზას, რომელიც დაგვისახე ამ ცხოვრებაში. აკურთხე ყველა ადამიანი, ვინც დღეს ამ დარბაზში არის შემოსული. თუ ვიმედ პირველად არის დღეს, თუ არ გადაუდგე კიდევ ეს ნაბიჯი უფალო, რომელიმე ადამიანს ამ შობის დღესასწაულზე გახადე მათი გული მგზნობიარე, მოისმინონ სიტყვა, მოისმინონ საგალობლები და უფალო იესო, შენი სულიწმიდის ძალით იმოქმედე მათ გულებში, რომ მათ სწორი დასკვნები გამოიტანონ და შეგიცნონ შენ, როგორც მათი უფალი, მათი წინამძღოლი. ჩვენ მადლობას გიხდით, ჩემო უფალო იესო, ყველაფრისთვის რაც შენ გააკეთე ჩვენ ცხოვრებაში. შენ ახარ ჩვენი ცხოვრების დასაწყისიც და ჩვენი ცხოვრების უფალო დასასრულსაც შენ იქნები ჩვენთან. ჩვენ მადლობას გიხდით უფალო იესო ყველაფრისთვის. მადლობა დღევანდელი დღისთვის, ყველა ამ ადამიანისთვის, ვინც დღეს ამ დარბაზში არის და მიიღე ქებადიდება. წმინდაო ღმერთო, წმინდაო სამებაო, მამაო ძეო სულო წმინდაო და ყველა მთქვას ამინ. შობას გილოცავთ უფალმა გაგუხდეთ.